დღევანდელი ვიდეო მინდა იყოს ტროლებზე და მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ როგორც ცდილობს ხოლმე ქართული ოცნება განსხვავებული აზრის ფორმირებას ან უბრალოდ ჩახშობას ამ ქვეყანაში. ალბათ ბევრჯერ გაგიგიათ სიტყვა ტროლი, მაგრამ ვინ არიან და რას ნიშნავს, რას აკეთებენ, ხო? ვიდეოში ახლა თქვენ ხედავთ ტროლების ქარხანა, სადაც უამრავი მოწყობილობაა ჩართული, რომელთა მიზანიც არის სოციალურ ქსელებში ყალბი გვერდების შექმნა და მათი რეალურ ადამიანებად გასაღება, რომლებიც მერე გაავრცელებენ ინფორმაციას, აზრებს, რაც თუ ვინმეს აწყობს არის ქართული ოცნება. მაგალითად, დააკომენტარებენ და ისაუბრებენ იმაზე, რომ ქვეყანაში უსამართლობა არ არის. რისთვისაც მადლობას ქართულ ოცნებას გადავხდიან და ამას იმდენი გვერდი გააკეთებს. წარმოჩნდება და ადამიანები დაინახავენ, რომ თითქოს ესენი არიან უმრავლესობა. მაგრამ რეალურად ეს ხდება მსგავსი ადგილებიდან, მსგავსი ქარხნებიდან და ამას აკეთებს ერთი ან რამდენიმე ადამიანი, რომელიც დაფინანსებულია ქართული ოცნებისგან. დამატებით, თუ თქვენ დაწერთ იმას, რომ ქვეყანაში არის პრობლემა და შეგაწუხებთ მაგალითად ფასები, უსამართლობა, განათლების პრობლემები და აზრს ამასთან დაკავშირებით დააფიქსირებთ, ისინი კომენტარებში შემოგივარდებიან, დაიწყებენ ლანძღვალს, გინებას, შეურაცხყოფას, რომ შემდგომში სრული აღარ გაგიჩნდეს ამ ყველაფერზე შენი აზრი გამოხატო. ეს ერთის მხრივ ემსახურება განსხვავებული აზრის ჩახშობას სოციალურ ქსელებში და მეორეს მხრივ კი ამით ცდილობენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას ხელი შეუშალონ. აი, მაგალითად, თუ თვლით, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და გინდათ, რომ ბევრმა იცოდეს ეს, შენ შეგვიძლია მოიწონო, გააზიარო ან დააკომენტარო. ეს ხელშეუწყობს იმას, რომ ბევრ ადამიანთან მივა, იმიტომ რომ ალგორითმი ასე აღიქვამს, მაგრამ თუ შენ კომენტარებში დახვდება ნეგატიური, უზრდელური ან უხამსი სიტყვები, ან შენთვის მისაღები აზრის წინააღმდეგ იქნება არაჯანსაღი კრიტიკა, დიდი ალბათობაა იმისა, რომ შენ ამ ყველაფრის გაკეთებისგან უბრალოდ თავს შეიკავებ. მეტის ზოგ შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ ტროლები სიმართლეს ამბობენ და ეხაც რასაც მე გეუბნებით, წარმოვიდგინეთ, რომ მაგის წინააღმდეგ 100 კომენტარი დაიწეროს, ბევრ ადამიანს შეიძლება ეჭვი შეეპაროს ან უბრალოდ ვერ გაარკვიოს რა არის სიმართლე. არ მოტყულდე. გაიცავი შენი სიმართლე და არ მისცე ქართულ ოცნებას შესაძლებლობა მოგატყუოს ან შენთვის ძვირფასი ადამიანი. რეალურად შენს ლაიქს, კომენტარს და გაზიარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ხელს უწყობს იმას, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს ის, რაც არის შენთვის მნიშვნელოვანი, ან რაც არის შენთვის სწორი.